ბესიკი ანა დედოფალს მე სასახლეში გეწევით კვირას ვით ახალგაზრდა თქვენი მსახური მე თქვენ მიყვარხართ მე ცუდად მძინავს მე სიკვდილს ვებრძვი მთელი ზაფხული მე ერთგულების მიმოძეთ ხუნდი მათ მთელი ქვეყნის ბაჭაღლო გქონდეთ მე შეიძლება სულ ყველა მძულდეს თქვენ დედოფალო აღარასოდეს მე განდეგილის მე კუთის ფლასი ვიწესი ითხოვს და ქრისტეს მცლება თქვენ შავი ღვინო მეირთვით თასით მე საწამლავის მომეციტლება მე სოდატების გადაუღრი გვირგვის მე სახელს შემსას დალექშებს შუქდი მე მოვიწამლე შუბანით გრიგით და კიდევ თქვენი თვალების შუქით მე გაზაფხულის გიყიდით თავშალს და თქვენი ბაღის დაავთობ ქორებს მე დონკიხოტის მოვეცით დაშლა თქვენ ესპანეთის ვარდები გქონდეთ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ყოფილი თავმჯდომარის გენო კალანდიას 80 წლის თავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. მეგობრებმა გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს, აღნიშნეს მისი განსაკუთრებული წვლილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის პროცესში. გენო კალანდიას დაბადების დღეა და საღამო, რომელიც მიეძღვნა მას. თან სიყვარულის დღეა და გენო ისეთი პოეტი იყო, რომელიც ძალიან ბევრს და ძალიან ლამაზად წერდა სიყვარულს. უამრავი ლექსია და თვითონ სიყვარულის კაცი იყო. მე უკვე მე-9 კლასიდან, როდესაც პირველად დაბეჭდა მან ჩემი ლექსები, მეგობრობდი გენო კალანდიასთან. ის ცხოვრება, სადაც ჩვენ კი არ ცხოვრობდით, უბრალოდ ნებივრობდით. და შემდეგ ერთად გადმოვიარეთ უღელტეხილი, ერთად ვიყავით თბილისში და დღეს შეუსრულდებოდა 80 წელი. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე. ის თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენით. გენო კალანდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ სონეტების კრებული გამოიცა. გენო კალანდია იყო ერთი ნათელი კაცი, სულით პოეტი, გულით პოეტი, თავისი ბუნებით, ხასიათით პოეტი კაცი იყო და აი პოეტად დარჩა. მისი წიგნი დღეს გამოვიდა სონეტები და აი მის ნათელი მაგალითია როგორ უნდა იცხოვროს პოეტმა. გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული პოეტი თავისი ხმითა და ქარიზმით. გამჭვირვალე ისეთივე როგორც თავისი პოეზია. წარმოუდგენელია კალანდიების გარეშე ქართული თანამედროვე წერლობა. ეს აღიარებულია და ძალიან მიხარია რომ აი ეს დღესაც დადასტურდა, ამდენი ხალხი მოვიდა. უღრმესი მადლობა მინდა უთხრა აფხაზეთის მთავრობას და განათლებისა და კულტურის სამინისტროს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ბატონი გენოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი სიტყვის დაფასება, ის ძალიან განიცდიდა და ძალიან ემოციურად უყურებდა ამ ყველაფერს და უღრმესი მადლობა მინდა უთხრა აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს, რომელმაც გამოსცა ბატონი გენოს წიგნი, სონეტები და ეს განსხვავებული წიგნია იმით, რომ ეს პოეტის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა გამოცემა, თუმცა შეიძლება თქვას, რომ მისი შედგენილია და ოცნება ასრულდა თქვა ამ წიგნის გამოცემით. ამიტომ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა საღამოში წიგნის გამოცემაში. საღამოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მსახიობები მონაწილეობდნენ. ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეო კოლაჟი. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის მეგობრები, ახლობლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. ბატონ გენოსთან დიდი ხნის აცნობობა და მეგობრობა მაკავშირებდა. იმიტომ რომ ჩვენ სენაკის რაიონში ხშირად ხვდებოდით მაგასთან, ჩემთან სოფელში შესანიშნავი პოეტი და შესანიშნავი ქართველი. გულის ტკივილით რო წერს ყოველ ლექსს და ყოველ სიტყვას, გულიდან გატარებული, სულით გატარებული.
მე 75 წლის თავი რო იყო, მაშინ წავიკითხე აი ეს 3 ლექსი, იმიტომ რომ მე უთხარი რომ მე თვითონ ამოვარჩევ მეთქე, მე რომელსაც შევძლებ, იმას წავიკითხავ, ისე ვერ ვკითხულობ მეთქე. შენ როგორც გინდა ესეო. მისი აზრები, მისი შეგრძნებები მინდოდა რომ გადასულიყო მაყურებლამდე და თუ დღეს ეს მოახერხე, მის სულს ნათელში და დიდება იყოს. ქროდა შემოდგომის ქარი, წვიმდა აბრეშუმის წვიმა, გულ მაინც დაიღალე, სულ მაინც მოგეწინა. ვიღაც მიჟუჟუნებს თვალებს, ვიღაც მეუკვდება ნინა, გულო მაინც დაიღალე, სულ მაინც მოგეწინა. ვიღაც აქებს ქერაქალებს, ვიღაც საკურთხეველს წირავს, გულო მაინც დაიღალე, სულ მაინც მოგეწინა. იდგა ნამჯისფერი ღამე, როგორც საუკუნის წინათ, გულო მაინც დაიღალე, სულ მაინც მოგეწინა. სათხარ საყვარელო ხარ, სათხარ გერგე დავასცირავ, ვაი როგორ დავიღალე, ვაი როგორ მომეწყინა. პოეზიასთან ჩემი შეხვედრა ყოველთვის ძალიან დიდი აღებების საგანია ხოლმე და მით უმეტეს ისეთ მაღალ პოეზიასთან, როგორ თანაც დღეს მქონდა შეხვედრა და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ საღამოს ფორმაც იყო ისეთივე მშვენიერი, როგორი შინაარსი აქვს თვითონ ბატონი გენოს ლექსებს. ამდენი ტკივილი, ამდენი სიხარული, ერთადარეული და ასი ამაღლებული ტკივილის და სიხარულის, აი ეს არის ჭეშმარიტი პოეზია. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ საღამოში მივიღე მონაწილეობა. ოცნებო, სოფლის სოდვილით გავიქცე სინდის, თოლქვეშ მძინარე გაზაფხული სიმღერად მიქცე, აღმავლებ ლოცვას უნეტარეს და ხელებს ცისკენ, მაცოცხლე შენთვის თუ ამიორ და ამის ღირსი, უფლის სულივით ტაძრის ქჭეზე ამოდის სულო, უფლის ციხევლის ამზეოზე ლეწავე მხორბალს, მუმლი მუხასა, გუბუნებენ სწორფერმი წყობრად. თავისუფალი საქართველოს კვიდრი ხარ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოინდომა, რომ დღევანდელი დღე გაეხსენებიათ გენო კალანდია, მისი პოეზია და შეეკრიბათ ის ადამიანები, ვისთვისაც მისი პოეზია ძვირფასია და მისი სახელი არის ძვირფასი. ეს დღე დაუწყარი დღე იყო ჩვენთვის, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის. საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ბატონი გენო თავისი ცხოვრების წესით იმ გზით რაც მან გამოიარა საკმარის არის იმისათვის რომ ის შეფასდეს როგორც საოცარი პიროვნება, მეგობარი კაცი რომელიც იღწოდა სამშობლოსათვის. ძალიან მომაყობ იმით რომ მე მასთან მომიწია საკმაოდ დიდი ხნის მეგობრობა, ურთიერთობა 30 წელზე მეტი. შესანიშნავი პოეტი, შესანიშნავი მოქალაქე, მოღვაწე, სხვადასხვა პრემიების და განსაკუთრებული რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი პიროვნება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სიტყვით, საქმით ყოფილიყო იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის საოცარ საქმეებს. სიყვარული გავხარჯე, ხარობ სიტყვის მადადით, სული გაფოთლელი მაქვს, სულ ქართული ამბადით. ხელის გულზე მიწვია ზამთრის მიდან ქარები, ფრთები დალეწილი მაქვს მშობლიური ქალებით. წუხრის შაბათ კვირამდე დამრჩა ერთი ფიორი, ფუძე დალოცვილი მაქვს სულ ქართული მირონით, სამოტეხილ შაშვით ღამე ცრემლად ვიყურები. ყელი გამოჭრილი მაქვს
მშობლის ძველი სიმღერით უსინათლო ბერივით გეძებ ცხელი თითებით გული გაგრილე ჯილი მაქვს ზღვის შმოთვარე სვირთებით რაც ცხოვრება გავიგე ცოცხლობ ჩემი ფესვებით სული გაფოთლილი მაქვს სულ ქართული ლექსებით ღვთისმშობელო და წმინდანო დამბადებელო უფლის შენს თვალმარგალიც დახედე შენი კეთილი გულით სხვა საქართველო არ მინდა არც სხვამზე არც სხვა მთვარე მინდა იმისთვის მწყალობდე რისთვის მწყალობდი ადრე მე შენი მონა მოწესე მზად ვარ ახლავე მოვკვდე ოღონდ ეგ წმინდა ტაძარი ოქროს სხივებით მორთე ოღონდ ეგ ატიელოზები ეგ ქალვაშები ზარდე დედავო დავო ქალწულო მანათობელო ცამდე მან გითხრას საგალობელი მან გითხრას სიტყვა თვისი ვინც უწინარეს იქნება შენი კურთხევის ღირსი ღვთისმშობელო და წმინდანო დამბადებელო უფლის შენს თვალ მარგალიც დახედე შენი კეთილი გულით